ვასაძის განცხადებები შეგიძლიათ აიღოთ და დაადოთ დღევანდელი მმართველი კოალიციის არაერთი დეპუტატის განცხადებებს და იპოვით 99%-იან გადაკვეთას. იმიტომ რომ ეს კაცი, რომელიც არის სხვა შორის ბიზნეს პარტნიორი იმ ფონდში, ბიძინა ივანიშვილის, ის თანამე პატრონი არის და ამ ინტერვიუში რაც ვნახე შემდეგ საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ნაწილებში ხოტბას ასხავს ივანიშვილს, ეს არის ის ფრთა ამ ხელისუფლების, რომელიც ესე იყენებენ ამ მიმართულებისთვის, რომ ამათ უნდა მოთხოვონ, რომ თქვენ რა მობიერები ხართ, მეტი უნდა დაიჭიროთ და საერთოდ რუსეთის მიმართაც უნდა იყოს. და ბურჯანაძის ხაზი არის იგივე, შეიძლება სრული თანხმედრა არ იყოს, მაგრამ არსებითი, ხო, რომ მადლობა სუხთის ღარიბაშვილს, რომ რეალობას ეგუება საქართველოს დასავლურ არჩევნებთან დაკავშირებით და უფრო გაბედულ ნაბიჯებს თხოვს რუსეთთან დაახლოებისთვის და ნაციონალურ მოძრაობის განადგურებისთვის და ევროპული საფრთხისგან თავის დასაცავად. ეს ერთი ბუკეტი არის იმ იდეოლოგიის, იმ შეხედულების, იმ ძალების გაძლიერების, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ. ეხლა შეიძლება ვასაძე კომიკური ფიგურა იყოს მის მიერ იმ ფორმების გამო, რა ფორმითაც ის ავლენს საკუთარ თავს ხოლმე, მაგრამ ამავე დროს ეს არის ადამიანი, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი იდეოლოგია არის, აქვს რესურსები და აქვს პირდაპირი კავშირი დღევანდელ ხელისუფლებასთან. მოგახსენეთ, ფორმალურიც, რეალურიც და აქეთ